საუკეთესო ანსამბლი. სუხიშვილი. საოცნებო სცენა. ფილარმონიას ვინატრებდი ჩემი ანსამბლის პროგრამით. საუკეთესო მოცეკვავე. ფრიდონ სულაბერიძეს ვიტყოდი. საუკეთესო ცეკვა. ხორუმი. ქართული ცეკვის ლეგენდა ვინ არის? ძალიან დიდი ეპოქა შექმნეს ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა. დისციპლინა თუ მოტივაცია? დისციპლინა. მოტივაცია არის დროებითი. ვინ არა არის შენთვის მოტივატორი? ჩემი ოჯახი, ჩემი მეუღლე, ჩემი შვილები. აქამდე რომ სანამ ოჯახს შექმნიდი, შემეძლო მეთქვა რომ ჩემი საქმიანობა თქო, მაგრამ იმ საქმიანობიდან გამომდინარე, ჩემი ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში. ქორეოგრაფობა თუ მუსიკოსობა? ყველაზე ბედნიერი ვარ, ყველა მიცის, როცა უკრავ და მუსიკოსობა მაინც. რას აკეთებ აუცილებლად სცენაზე გასვლამდე? როგორც ყველა ქართველი, გულში ლოცვით შედეგის მაქსიმალურად გატანით, რაც ვიშრომე მანამდე. რა არის შენთვის ქართული ცეკვა? ავიც ყველაფერი, რაც შეიძლება დნმ. რატომ უნდა გამოიწერონ ჩვენი არხი? თქვენი არხი უნდა გამოიწერონ, იმიტომ რომ თქვენი მსახურებით ეროვნულ საქმეს მინდა წარმატებები გისურვოთ და მოусმინონ თქვენთან გატარებულ დროს ყველა სტუმრის ჩვენმა მაყურებელმა რომ გაიგოს მეტი ქართულ ქორეოგრაფიაზე. და მაშინ აქვე ვისიხილავდის ჯაბააში. რა ვიცი, თუ მომცემთ საშუალებას დავარღვევ ამ სტერეოტიპს და ვიცი რომ ერთს ამბობთ, მაგრამ ზოგადად ვინატრებდი ორ ადამიანს. ერთი არის ედვარდ მურცხვალაძე, ძალიან საინტერესო ადამიანი, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სამხატვრო ხელმძღვანელი, ანსამბლი კოლხას ქორეოგრაფი და ლევან სუთიაშვილს. ძალიან ნიჭიერს და ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. ჩემთვის კაცი, რომელიც არის მიუზიკლების მეფე და მინდა რომ გაუზიაროს საზოგადოებას მისი შემოქმედება. მადლობა.